აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით ბათუმში ქართულ-აფხაზურის საგას წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ეკა წივწივაძე მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ქართულ-აფხაზურის საგას საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს სამშვიდობო ინიციატივები, მრავალწლიანი გამოცდილება და მიღწეული შედეგები. ასევე ხაზი გაესვა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობას. გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე, ქართულ-აფხაზური კულტურისა და საერთო ფასეულობების შენარჩუნებასა და განვითარებაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებას და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზური კულტურის, ენის, ფასეულობების დაცვა და განვითარება. ქართულ-აფხაზური საგა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა განავითარო და პოპულარიზაცია გაუწიო ქართულ-აფხაზურ კულტურას. ქართულ-აფხაზური საგაში ჩართულები არიან ბათუმელი აფხაზები, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ საერთო კულტურული ღირებულებების წარმოჩენისთვის და აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ აქტიურად გააგრძელებს ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა დღეს დაასრულა პროექტი დროის კვალ და კვალ მუხაჯირების სოფელ ფერიაში. ამ პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის, თავმჯდომარესთვის და მინისტრთა კაბინეტისთვის მოვაწყვეთ ერთგვარი ტური აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოფელ ფერიაში, სადაც ვიმყოფებოდით სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში. ნახეთ აფხაზური ენის გაკვეთილი, ასევე დავესწარეთ სპექტაკლს, მიუზიკლს, რომელიც სკოლამ სპეციალურად დელეგაციისთვის მოამზადა. გარდა ამისა, შევხვდით სოროპტიმის ქალბატონებს, რომლებიც არიან აჭარაში უკვე რამდენიმე ათეული წელია. ისინი ახორციელებენ პროექტს ქართულ-აფხაზური საგა, რომელიც მთლიანად ეთმობა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და ჩვენ როგორც საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ვიყავით მოდერატორი ამ ორგანიზაციასა და აფხაზეთის მთავრობას შორის. ვფიქრობ, სამომავლოდ ბევრი ერთობლივი საინტერესო პროექტი შეიძლება განხორციელდეს როგორც ნდობის აღდგენის, ასევე შერიგების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ქართულ-აფხაზური საგა. ქართულ-აფხაზური საგა ეს არის პროექტი, უფრო სწორად ეს არის ნარატივი, რომელიც მოიცავს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ქართულ ისტორიას, მეხსიერებას, დიალოგს, აუცილებლობას, რომ აუცილებელი არის დიალოგი ქართველსა და აფხაზებს შორის და დღევანდელი შეხვედრა ფაქტიურად მიზანს ისახავდა, ზუსტად მიზნად ისახავდა აი ამ ურთიერთობებში რისი გაკეთება შეიძლება, როგორ უნდა წარიმართოს აი ამ ურთიერთობების ესე იგი გამოსწორება და ჩატეხული ხიდების აღდგენა. ქართულ-აფხაზურის საგა უკვე 15 წელზე მეტია აჭარაში მცხოვრები აფხაზების ჩართულობით მრავალფეროვან კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებს ახორციელებს და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის მიზნით აქტიურ საქმიანობას ეწევა.